მე-19 საუკუნეში დავით აღმაშენებლის გამზირი თბილისის კოსმოპოლიტურ ცენტრად ჩამოყალიბდა. გერმანელმა კოლონისტებმა და ევროპელმა არქიტექტორებმა ეს ტერიტორია ელეგანტური სახლების, უხვად გამწვანებული ბაღებისა და პირველი თეატრების უბნად გარდაქმნეს. ეს იყო ქალაქის მაღალი საზოგადოების თავშეყრის მთავარი ადგილი. 1920-იანი წლების მიწურულს თბილისის კულტურულმა დინამიკამ და კინოსადმი მზარდმა ინტერესმა ახალი ინდუსტრია შვა. აღმაშენებლის 164 ნომერში არქიტექტორ მიხეილ ბუზოღლის პროექტით ქართული კინოს პირველი პავილიონი აშენდა. ეს ნაგებობა თავისი დროის ავანგარდული, კონსტრუქტივისტული სულისკვეთების თამამი მანიფესტი იყო. ინოვაციური და უაღრესად ფუნქციური არქიტექტურული შედევრი, სადაც ეროვნული კინემატოგრაფია პირველად დადგა ინდუსტრიულ რელსებზე. გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ სწორედ აქ დაიბადა ქართული კინო, როგორც ხელოვნების სრულფასოვანი დარგი. 10 წლეულების განმავლობაში პავილიონი საქართველოს შემოქმედებითი იდენტობის ქვაკუთხედი იყო. სივრცე, სადაც იბადებოდა იდეები და იქმნებოდა ქართული კინოს უნიკალური ხელწერა. სწორედ აქ ლეგენდარულმა რეჟისორებმა ნიკოლოზ შენგელაიამ, მიხეილ კალატოზოვმა და მიხეილ ჭიაურელმა ისეთ საკულტო მსახიობებთან ერთად, როგორებიც არიან ნატო ვაჩნაძე, ვერიკო ანჯაფარიძე და სერგო ზაქარიაძე, საფუძველი ჩაუყარეს ქვეყნის მდიდარ კინომემკვიდრეობას. თუმცა დროთა განმავლობაში კამერებმა მუშაობა შეწყვიტა, განათება ჩაქრა და პავილიონიც უფუნქციოდ დარჩა. დღეს საერთაშორისო დეველოპერული კომპანია Nexty ამ ლეგენდარულ ადგილს სრულფასოვან სიცოცხლეს უბრუნებს. პროექტი Cinema City წარსულის ისტორიულ ფენებსა და გრძელვადიან ურბანულ ხედვას ერთმანეთთან აკავშირებს. პროექტი თანამედროვე ინოვაციებისა და კულტურული მემკვიდრეობის დიალოგზეა დაფუძნებული, სადაც თითოეული ნაბიჯი წარსულის პატივისცემას ემსახურება. 1930-იანი წლების პავილიონის არქიტექტურული სახის შენარჩუნებითა და რესტავრაციით კომპანია ქმნის არა სტატიკურ ექსპონატს, არამედ ცოცხალ, მრავალფუნქციურ ღირსშესანიშნაობას. Nexty-ის მრავალწლიანი გამოცდილება დეველოპმენტში საშუალებას იძლევა საუკუნოვანი სივრცე ახალი ენერგიით აივსოს. აღდგენილი პავილიონი მასშტაბური, შერეული ტიპის განაშენიანების ნაწილი გახდება და მის ცენტრალურ, მრავალფუნქციურ ღერძად იქცევა. შენობაში განთავსდება კინემატოგრაფიის მუზეუმი, რომელიც ქართული კინოს ოქროს ხანას შემოინახავს. მის გარშემო კი განლაგდება სარეკრეაციო ზონები და კაფე-რესტორნები, რაც ისტორიულ გადასაღებ მოედანს საზოგადოებრივი თავშეყრის მყუდრო და დინამიკურ კერად აქცევს. Cinema City თბილისის კინემატოგრაფიულ მეხსიერებასა და დღევანდელი ქალაქის რიტმს ერთმანეთთან აკავშირებს. ისტორიული შენობა კვლავ გაუღებს კარს საზოგადოებას და დავით აღმაშენებლის გამზირზე კვლავაც კულტურული მიზიდულობის მთავარ წერტილად იქცევა.